კონუღრებთ ქრონიკას 17 საათზე განვაგრძობთ გამოშვებას. რუსთავის საგარეჯოს 25 კილომეტრიან გასადენზე მიმდინარე სამუშაო დაათვალიერეს დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს კომფორტ მშენი 21 ასრულებს 300 მმ-იანი გასადენის მონაკვეთის მშენებლობა 5.194.207 ლარი ჯდება. ხდება ახალი მისადენების, გაზის მისადენების გაკეთება. მე ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ამ პროექტის განხორციელებით გვექნება საშუალება კახეთს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც მატულობს გაზის ბუნებრივი აირის მოხმარება, ამ პროექტის განხორციელების მერე უკვე საშუალება გვექნება მაღალი ცნებით მივაწოდოთ ბუნებრივი აირი მომხმარებას. მნიშვნელოვანია ქართული კომპანიის მონაწილეობა და უშუალოდ სამშენებლო პროცესი მთლიანად ქართული კომპანიის მიერ სრულდება და ქართველები არიან სრულად დასაქმებული. აქედან გამომდინარე, შემოსავლები, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ოჯახებს მოხმარდება და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია.